აქ ესე იგი პატარა წინა ისტორია ჩემთან რადიოში მოდიოდა ქალბატონი რომელს მუდმივად ჩიოდა იმაზე რომ შემთხვევა რაღაც პრობლემა დაემართა და ბინას უყიდიან ასახლებდა დღეს დაგვირეკა ძალიან შეწუხებული გამარჯობათ როგორ გზანდებით ეხლა მოვყვეთ თქვენი ისტორია თავიდან ბოლომდე რა ხდება ეს ბინა ვისია ჩემი და რატო გასახლებდა ვინ გასახლებდა დავაგირავე თავიდან ცოტა ვალი გქონდა ბებო და ეს ბავშვი რო წასულიყო საზღვარგარეთ მაგრამ გადაგვაგდო იმ ერთი ციცინო ცუთიაშვილი არ გავიდა მეგირავნე თუ გავიდა თუ როგორ გავიდა მეგირავნე და ავიღეთ ჰიპოთეკის სესხი ბანკიდან რომელი არა ბანკიდან არა კერძო პირისგან კერძო ავიღეთ რამდენი სესხი რო გაგვესტუმრები ეს 36 კიდე ცოტა რაღაც უნდა ნუ 45-მდე ავიდა მე ის იმანაც მოგთხოვა სასრაფოდ და მე ეს ხალი მოკლედ თქვენ ფულის გადახდა გეკუთვნით ხო უნდა გადავიხადოთ მაგრამ ავიხდით ვერ გადავიხადეთ და ვყიდით ერთი თვე მოგწავა და გაყიდეთო მაგრამ სახლი უნდა დაცალათო 60,000 ეს ვინ არ აღის თქვენი აზრით ეს ახლა ნუ ღირებით ღირს მაგრამ ვინ გაძლევს შვილო ყოველ შემთხვევაში 90 მაინც თქვათ თქვენ ფულის გადახდა გეკუთვნით ავრორადენი ხო მეკუთვნის კი ანუ თლათუკანონო დეგენი არ იქცევია ხო თლათუკანონო ეხლა გამოდით დღესვე ვიყრიან აქ მუშებიც არიან მოსული და გამოდით და სად არის ის ვისი სესხი წაგავს ის არა ადვოკატი ყავს გამოგზანილი სად შიგნით აბა საინტერესო კონფლიქტი გამარჯობათ შეიძლება პოლიცია თქვენ გამოიძახეთ ხო საინტერესოა ჩვენთვის ესე იგი გადასახდელი აქვს იმ ქალბატონს ხო ფული არ უარყოფს თქვენ კლიენტების უფლებამოსილებას მე კონკრეტულად დაქირავებული ვარ გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით. წინა რა ხდებოდა, რამდენია გადასახდელი, მე წარმოდგენა არ მაქვს თუ რა ხდება ამ სიტუაციაში. მე ვახორციელებ მხოლოდ ჩემ უფლებამოსილებას გამოსახლებასთან დაკავშირებით. ვინ არის თქვენი კლიენტი? ჩემი კლიენტი მერი ქართლიშვილი. ანუ მან ასესხაფული, ხო? მე არ ვიცი. ის არის ამჟამად მესაკუთრე და ჩვენს მიერ ხორციელდება მესაკუთრეს უფლებამოსილება. მესაკუთრე ან ბინის, ხო? აქვს საჯარო რეესტრის საბუნებრივი. დიახ, აქვს. საჯარო რეესტრის საბუნებრივი. დიახ, აქვს. ბინა რომ მისია, გააქვთ? კი ბატონო. პოლიციას ანახეთ? პოლიციას ხო უნდა ანახოთ? საქმეში დევს. პოლიცია რო აქ მოსულა, ხო უნდა გამოსახოთ ფიზიკურად ეხლა უნდა მოკიდოს ხელი და გაიყვანოს, ხო? და ამათ ხო უნდა გქონდეთ ამონაწერი რეესტრიდან, რომ თქვენია ეს ბინა. საქმეში დევს. გააქვთ მასალები ნანახი? საჯარო რეესტრის საბუნებრივი გააქვთ ნანახი? შეგიძლიათ მაჩვენოთ, რომ მე მაშინ ხმას არ ამოვირებ რა. ჩვენ პრესცენტრს მიმართ. პრესცენტრს როგორ მიმართო? ასახლებთ ადამიანს და ყველაფერს იქ არა, კონკრეტულად გამოსახლებაზე ხართ მოსული. ხო ხართ მოსული, ეხლა ხო უნდა მოკიდოთ თავად ხელი და გაიყვანოთ, ხო? ხო ეგრეა. ხო, ნუ თუ არ წავიდეთ, მოკიდოთ ხელს და გაიყვანოთ. პრესცენტრი. ეხლა ხართ ცოტა ხერხულ სიტუაციაში, იმიტომ რომ ოჯახში ხართ ვიღაცასთან და ესე ვერ მომიშორებთ და ამიტომ გეკითხებით, ესე უნდა გაასახლოთ, ხო? შეიძლება ეკუთვნის კიდევაც გასახლება, ის საჯარო ამონაწერი, ხო უნდა ნახოთ, გააქვთ და ნახით თქვენ? არა, არაფერი ნახეთ. მოიტანა. გააჩვენეთ და ხმას არ ამოიღებს ის ხალხი. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ეს ხალხი ძალიან კარგად არის ყველაფრის საქმის კურსი. კი, გადასახდელი გვაქვს, იძახიან, კი. ისიც რა, ძალიან კარგად იციან მესაკუთრეს. მე თქვენ კი არ გეცით, გენაცვალე, თქვენ არ შევაშეხართ. მე თან არ მაქვს დოკუმენტები, თან არ მაქვს და ვერც ვიქონიებდი დღეს. მე დოკუმენტებს ვცნობ ქალბატონო. მიბრძანდით თქვენთვისაც ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია, მიხვალ საჯარო რეესტრში და აიღებთ ამონაწილეს. ხო, მაგრამ ამათ არ უნდა ანახოთ, აი ამათ. ამათაც შეუძლიათ ამათი უფლებამოსილება მივიდნენ და ნახოთ საჯარო რეესტრში. დასახლებდა არ ნახეთ ბატონო, დოკუმენტი. ერთი თვეა ჩვენ განცხადება შეტანილი გვაქვს პოლიციაში და ერთ თვის განმავლობაში თუ ჩვენ არასწორად ვიქცეოდით, შეეძლოთ მოეწიათ ეს. ისე პოლიციაც ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენ მაესტროში მაგალითად ეროსი რო გადაძვრა, ასევე ერთი თვე გქონდა შეტანილი განცხადება, ზუსტად ვასახლებდით, ესე იგი ეროსის ჭყალებში და არაფერს არ აკეთებდა პოლიცია და აქ რა ოპერატიულად კარგია, მაგრამ სხვა რამე მაინტერესებს, მივხვდით ჩემი პრობლემა რაშია? თქვენ მოხვედით, მოიყვანეთ პოლიცია, გეკუთვნით რომ მოგეყვანათ და ასახლებთ ამათ, ხო?
და აჩვენეთ ამ ხალხს საბუთი საჯარო რეესტრის თვითონ ნახონ რა თქვენი დასახლებია. საჯარო რეესტრში არის ეს ინფორმაცია და შეუძლია ნახოთ. კი, ხო, მაშინ რა ვიცი, პრობლემა თუ არ არის არაფერი შეგიძლიათ დაიწყო. დიდი დრო არ მაქვს ხარ. რა უნდა დაიწყო? მთელი დღის რა უნდა დაიწყო? გამოსახლების პროცესი. როგორ უნდა დაიწყო რა? როგორც ჩვეულებრივ. უნდა მოკიდოთ ეხლა მათ ხელი? ავეჯს გაიტანეთ. ავეჯი ვისია? ავეჯი არის ამათი. ვინ არის ვისი? მე ქართველი. ხო და ნახოთ აბა საჯარო რეესტრში. გაჩვენათ რამე საბუთი? ეხლა თან ვიყოდი და ეს უკაცა. ხო. ისა თუ შესახელზია, ბინა, გასახლების უფლება არა. ხო და ვის სახელზეა საჯარო რეესტრში? მე ლაპარაკი იურისტს. ადვოკატთან მივიდა. მოატყუეს ესა, იცით ბატონშალა. 10 საუკითხი არა დაწერეს იქა, ხო ვიცი? სადა და იქა? ნოტარიუსში. ნოტარიუსში კი არა, კაცო. ქალთან რო დაწერეს ის 10 ნოტარიუსში და მე წაიღო. ინგაბნეულობას და საცდაობატრიალებს, მაგრამ საჯარო რეესტრში ახლა ვის სახელზეა ბინა? გუშინ ავიღე მე ახალი ისა ჯიმკაშვილი წერია ისა, მაგრამ ბოლო ფურცელი მაჩვენე. ამოიტანეთ აბა საჯარო რეესტრში. ისეთია რომ რაღაცაში დაგეხმარება. და ამათ არ უნდა გქონდეთ თან საჯარო რეესტრიდან ამონაწერი? ვისა? აი ვინ გამსახველებს? ვინა გამსახლებელი? აი პოლიცია ერთი ამბავი, რა ვიცი. მე იქაც წამოყვებით, ეროსი გამოასახლოთ რა, ყველა არის შესული. თუ ეგეთ პრესცენტს მიმართოთ. აქედან ყველანი მიდივართ, უცუბიძეზე ეროსი არის შესული. ხო იცით რომ გადაზრა ღობეზე. ხო და ის გვინდა არა მოიცა ეხლა გვინდა საჯარო შევიც არიან იქ და სად ქუჩაში ხوار დავყრია პატარა ბავშვები ვიცი გასაგებია ცა ჩანს კიდევაც და მოტყუებულები სადაც გსურთ სადაც მოილაპარაკეთ დავაწყობ ისე რომ პრობლემა არ შეექმნას და რამე არ დაგიზიანოთ ხო ერთი თვე მაინც მიეცით რა ბატონო ერთი კვირა მე რა უნდა მივიცე მე საერთოდ ისა როგორ არის ისე ძალიან რთულია საერთაშორისო კეთება ხო ხელფასი არ ყოფნით ამისთვის მესმის ξენი საქმეა ეგ ძალიან რთულია მე მაგალითად არ ვმუშაობ აბა რა ვქნა არ შვებიან ინგადა არა გავაკეთო ბაჭო მე მე საწავიდე ქუჩაში დავიძინე ეს ბავშვები ცოდვა არიან რა მე მეტირება ხალხი არის ვიღაცა ციალადეიდა გეხვეწებით რა მეზობლებს გააგებინეთ რომ დაგვიდგებიან თავნებად ეხლა მე ვეში სად დავაწყო აქ სად დავიდე ცოდვა არიან მაგაში დავწვი ამაღამ არ გავიდე გარეთ ბავშვები დასვის სახში აბა მოკიდონ ბავშვებს ხელი და გააგდეთ ძალიან დიდი ბოდიში თუ შეიძლება ჩვენი სამსახურებული მოვალეობის შესრულებაში ნუ შეგვიშლით. კაი, რა თქვენი სამსახურებელი მოვალეობა დიდი ბოდიში. ბავშვები ცოტა არ არიან. ბატონო გიორგი. რა სამსახურე, მართლა რა არის რა? არ ჯობდნენ ამათ კომუნისტები და ის რა არის? ყველაფერი სათავე. თქვენ თვითონ იცით ყველაფერი, ალახეთ უბრალოდ სადაა. რეში სადავაწყო თან ნორმალურები ხარ კაცო? ძალიან საცდაობა. ძალიან საცდაობა, იცით როგორ ვჭერთ, პატიოსნესი ბიჭი. მე ხომ ვიცი რა, ერთი კვირა არცალა ნაშნელება მოატყუეს. იქიდან მოვიდა კაცი საცავად, მაგას დაკარგული აქვს ბინა. ჩუმად შეიძლება თავის სახელზეც გააფორმა იმ ვიღაცა. ხო, მაგრამ ჩვენ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი გვინდა ახლა. მოიტანო, სად არის ავრორა? დაურეკე, ამობძანდეს. აჩვენე. ესაკუთრეები. აჩვენე. წაიკითხე. აბა. მართლა გული აღარა აქვს და ხავს კაცო, ერთი კვირა აცალო ნაშილება. მეც. მერი ქართველიშვილი წერია. მე საკუთრე? აი მოატყუეს. არც საიკითხა და გაყვა იქა და აიღო ეს ვარი. ჟურნალისტები გარეთ გავწევთ. ქართველი ჩვენ ხელს არ გიშლით. არა, გვიშლით. არ გიშლით. გამოსახლების პროცესში გვიშლით. არ გიშლით, აი გავარ და არ გიშლით. ესე უკაცრავ. არ გიშლით. ეს მე რასაც ვეტყვი, მას გააკეთე. ძალით გამიყვანთ? ძალიან გამიყვანთ? თხოვნთ. თხოვნათ? არ გიშლით მე ხელს. გია. ხელს არ გიშლით. უთრო გავიდე. მე ხელს არ გიშლით გენაცვალე. ხელს როგორც კი შეისლით, ჩემი შეგიშლით, იმ წუთში მოგერიდებით. ეგრე არ არის. მე საკუთრე წერია მერი ქართველიშვილი. ანუ წერია. ხო, კაი, გასაგებია, მაგრამ უწერია მერი ქართველიშვილი. მე საკუთრე უტირია. ეს უტვინო ქალია, უტვინო. ხო და ვინ არის ეს მერი ქართველი? მერი ქართველიშვილის სად არის მე? მერი ძვირფასო ქალბატონო მერი. თქვენ ახლა მე მგონი ინფუს აიღებთ
ცოტა ხანი აცადეთ, გაყიდით ეს ხალი ამ ფულს და მაიღებთ იმ ფულს. ცოდოები არიან. ეს არის ქვეყანაში პრეზიდენტი უჩრეებს ეს მოე. Вообще важно საქართველოს მოქალაქეობას. პრეზიდენტი მოეკრა. სადარი ისკანი მოიყანეთ. და მე არ მიცავს რა. მირო ქართველი მოიყანეთ ვიდარი ისუდა ჩემი სახლი. ეს სახლი მისუდა ხერი არაფერს არ მოკიდო და არაფერს ადარად გავიგები ეხლა. მოდით აქ მოდით. მოდი. ეხა აქ მომისმინე. ეხა ჩვენ მომისმინე. კაი, ვეში არა, მომისმინე რა. წასასვლელი გაგვცად მე? არსად არა მაქვს წასასვლელი, არსად. კაი, გაჩერდ, მომისმინე. აი, ეხა ხალი ხარ და მაგრად უნდა იყო. ჩვენ ტელევიზია დაეხმარა ამ ოჯახს, მაგრამ რამდენი ხანს ეყოფა ეს დახმარება არ ვიცით. ეს არის ეს სახლი. ცხადია რომ ის სახლი $70,000-ზე მეტი ღირს. თხოვთ კიდევ ერთხელ მე ქართველი შვილს რომ აცალოს. ცოტა ხანი ერთი თვე მაინც გაყიდიან ამ ბინას დაუბრუნებენ და რაღაცა 1-2 კაპიკი ექნებათ რომ სადმე იქირაონან, იგირაონან იყიდონ, ცოდოები არიან და ყველა ტელემაყურებელს თხოვთ თითოეულ თქვენთანაც რომ რაიმე მონაწილეობა მაინც მიიღეთ. თუ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. ამით ჩვენი განსხვავება მთავრდება, შეხვდებით ერთმანეთს ორ შაბათს 22 საათზე და 30 წუთს.